სირიაში მოხდა რა იმ ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც ასადმა ვერ დაიბრუნა, თურქეთმა და იქ აგრძელებდნენ ეგრეთ წოდებული სირიის ოპოზიციური ტერორისტული ჯგუფები ტერიტორიის კონტროლს თურქეთმა შეაიარაღა, გაწვრთნა ეს ძალები და უგეგმა შეტევა მათ შორის შეავსო შემადგენლობით და განახორციელეს დაიძრენ განახორციელეს შეტევა სირიამ მზად არ აღმოჩნდა და ჩამოიშალა რამდენიმე დღის განმავლობაში ასადის ხელისუფლება, ხო? თეორიულად რატო წარმოგვიდგენია რომ მსგავსი რაღაცა არ შეიძლება მოხდეს საქართველოში? ანუ არ უნდა წარმოვიდგინოთ რა აჩერებს. რა იქნება პრევენციის მექანიზმი? ან დასავლეთი შეშფოთდება? ან შეშფოთდება სათანადოდ დასავლეთი? აი რომელიღაცა ქვეყნიდან, ჩვენი სამეზობლოდან დაიგეგმოს და დაიძრას რაღაც ძალები მაშინ როცა ჩვენ დავსუსტით. ან მაგალითად მაშინ როცა დასავლეთს აქვს რაღაც ისეთი კონფლიქტი, როცა ჩვენთვის ნამდვილად არ ცხელა. როცა მაგალითად რუსეთსაც აქვს რაღაც ისეთი კონფლიქტი, როცა ჩვენთვის არ ცხელა. შეიძლება ერთმანეთშიც აქვს აგერ რა თქვია შორს წასვლა. ჩვენ თვალწინ იყო მომენტები, სადაც რუსეთს იმდენად არ ცხელა, რომ თავისივე სამხედრო შენაერთები მოსკოვისკენ დაიძრენ რაღაც მომენტში, დასავლეთ იმდენად არ ცხელა, რომ აი რუსეთთან უკრაინის შეიარაღების პროცესია და იქ ესეც არაპოპულარული პროცესია, ეხლა იქ სადღაც ვიღაცა დაიძრა, ამ პროცესში სხვათა შორის მაგავე დროს ზუსტად მაგ პერიოდებში თურქეთი პერიოდულად ახორციელებდა ხოლმე სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ძალების შეყვანას და არავის არ ცხელდა ძალა არ ქონოდა რესურსი აღარ რჩებოდა იმისთვის რომ თურქეთი გაეჩერებინა. აი რომელიღაცა ქვეყნიდან დაიძრას მასე შენაერთები იმ პირობებში როცა საქართველოს სამხედრო ძალები არის ახლა რეგიონში ყველაზე მცირე რიცხოვანი და ყველაზე მსუბუქად შეიარაღებული, ანუ ცოტა გვაქვს ტექნიკა. და მანდიდან გამომდინარე შესაძლებლობები ამ სამხედრო შენაერთების არის მოკრძალებული რაოდენობრივად და ტექნიკური თვალსაზრისით, ხო? ეგ თეორიულად აი რაზე დგას მაგის გამორიცხვის პრინციპი? რითი გამოურიცხავთ? ან ჩვენ ხომ ასე უნდა ვაგებდეთ ჩვენს პოლიტიკას, რომ აი ალბათ აი ეს საფრთხეები ჩამონათვალი არსებობს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და აი ამ საფრთხეების ჩამონათვალში დაბალი ალბათობა ამის. დაბალი ალბათობის რაღაცა ვერსია უნდა განიხილებოდეს რაღაცა წინაღობების სახით, ალბათ რა ვიცი, ჩვენ ვართ ისეთი ძლიერები, რომ მაგას ხო ვერავინ ვერ გაბედავს. დასავლეთი ისეთი რეაქცია ექნება, რომ ჩამოშლის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამას გააკეთებს. თუმცა დასავლეთი აღარც არის ჩვენი. ხო და მაგას ვამ. არც გარანტი და არც დამცველი და ისედაც რუსეთის იმედი გვაქვს? რომც იყოს თუნდაც უბრალოდ რომც არ კონდეს დასავლეთს პირობითად და კონფლიქტები რო ეცალოს და მზაობაც კონდეს. აი ხო ნახეთ ახლა ჩვენ სირიის მაგალითზე რომ ხმა არა მოიღო არავინ პირობითად, ხო? და ამ შტატებმაც მხოლოდ შეშფოთება გამოხატა. მით უმეტეს საქართველოს შემთხვევაში ვინმე რამდენად აიტკივებს თავს, რომ იმ ტიპის იგივე დაპირისპირებას ჩაუდგეს შუაში და იყოს გამშვალებელი, რომელიც შეიძლება მოდიოდეს რომელიმე მეზობელი ან რეგიონის ქვეყნიდან ჩვენ მიმართ. ხო, ანუ მაგაზე მაგალითად ჩემი პასუხია რომ არავინ არ აიტკივებს თავს, მაგრამ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან რომ მე მგონი აიტკივებენ, ხო? და რაღაცებს ვიდავებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანი რომელიც მაგის მტკიცებას დაიწყებს რომ მე მგონი დასავლეთი ისე შეეწუხდება რომ აი მაგითი გააჩერებს ისიც ძალიან ვარაუდების დონეზე ილაპარაკებს ამას და საბოლოო ჯამში საკითხი იდგება ისე რომ არ ვიცი, ხო? არ ვიცი, ეგ არის საკითხი, ეგ არის პასუხი რეალურად, ხო? მანდან გამომდინარე ჩვენ ვართ მოცემულობაში სადაც მაგისგან რა გვიცავს არ ვიცით. და ჩვენ თუ არ დავასახელეთ, მათ შორის გეოპოლიტიკური არჩევანი როცა ვიცით, ანუ ვიღაცასთან ისეთი ურთიერთობა თუ არ გვექნა ისგანაც ვიცით რატო აქვს მას мотиваცია რომ აი აქ ისლამურმა ჯიჰადიზმმა აი ეს ტერორისტულმა ჯგუფებმა მაგალითად პოტენციურად ვერ გაიმარჯვონ თუ შემოტევა მოხდა ასეთი და ვინ მოგვაწვდის ამისთვის ამისგან თავდაცვისთვის სათანადო შეიარაღებას და თუ საჭიროა ისეთი მოკავშირეობის მზაობა ექნება რომ გააჩერებს მაგ საფრთხეს, ნუ მაშინ ლაპარაკობთ რომ ეგ საფრთხე კი ობიექტურად არსებობს, ოღონდ არ ვიცით რა გვიცავს. მეორე და ეგ
რთული თემა ამაზე მსჯელობა, იმიტომ რომ ყველა ალტერნატივა, რომელზეც თეორიულად ვლაპარაკობთ, ხოლმე ან ჩვენთან კონფლიქტია, ან ფეხებზე დაგვიკიდებს. ამიტომ მაგრამ მე ამაზე ვსაუბრობ იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ვაცნობიერებდეთ აი ამ ფონზე ამ ძალიან მძიმე სურათების იმაზე მსჯელობა თუ რა დაგვიცავს ღმერთმა არქნას და ძალიან სახიფათო პროცესების შემთხვევაში იმაზე მსჯელობა არის აუცილებელი. საფრთხეებზე მსჯელობა და თეორიული გამოსავლების ძებნა არის აუცილებელი. მეორე ნაწილი, რაც აუცილებელი ფაქტორია ამ საფრთხის არ გაზრდის, არის დემოგრაფიული ფაქტორი და კომპონენტი განსხვავებული იდეოლოგიური ძალების შესაძლებლობების ჩვენს ეკონომიკაში. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად რომ პატარა ქვეყანა ვართ, სუსტი ქვეყანა ვართ და მცირე ძალების და მცირე ჯარის მქონე ქვეყანა ვართ, ჩვენ შემთხვევაში კატასტროფული ხარისხით გაედინება მოსახლეობა. ყველაფერთან ერთად პოლიტიკურ мотиваციასაც ვეღარ ქმნის ხელისუფლება, რომ აქ დარჩენისკენ მოუწოდოს ხალხს, ანუ რაღაცა ეხლა კი კარგად არ ახარ, მაგრამ მომავალში რაღაცას მოვახერხებ, აი მაგ განწყობასაც ვერ ქმნის. პირიქით ისეთი კონფრონტაცია შიგნით პოლიტიკური იმედენად ხისტი დაძაბულობის ფორმებამდე მივიდა ეს ყველაფერი და თან საპირისპირო მხარეს ყოფ ჯგუფებს რეალური არგუმენტები აქვთ იმისა, რატო არ უნდა მოწონეთ აქ მოვლენები, სოციალური, ეკონომიკური და მათ შორის პოლიტიკური ავტორიტარიზმისკენ მიმავალი პროცესია, ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ ვიღაცას არ მოწონდეს და ახალგაზრდობა იძახდეს, რა ვიცი, აქ ახლა ავტორიტარიზმს თუ მივყარე, მივდივარ და გადინების რაღაც კატასტროფულ სურათში ვცხოვრობთ და ამის საპირწონედ ობიექტურად დგება მოცემულობა, მაგ რეალობაში ცხოვრობ და მათ შორის ხელისუფლებად мотиваციაც უჩნდება იმისა, რომ სადღაც დაცლილი ქვეყანაში საიდანღაც მუშახელი უნდა მოიყვანოს და მათ შორის ეკონომიკური აქტივობის წამახალისებელი რაღაცა ფაქტორი მოსახლეობის ზრდის და მოსახლეობის დემოგრაფიული ტენდენციის უნდა არსებობდეს, მანდან გამომდინარე გაქცეულ ქართველებს ანაცვლებს და თა მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებს ამ მიმართულებით, აი ვისაც არ ჯერა, რავი, შეუძლია მივიდეს მაგალითად, აი საჯარო რეესტრში ნახოს, აი რა სურათია, ყოველდღე რამდენია უცხოელი იქ ხალხი, რომლებიც დგანან და მუდმივ ბინადრობაზე ან მოქალაქეობას შეაქვთ განაცხადი, ისე რომ ხელისუფლებას რომ მოთხოვა აი რაოდენობა მითხარი, მოქალაქეობა რამდენიც მიეცე სტატისტიკას აწარმოებ, თითქოს გასულთა და შემოსულთა სტატისტიკას ჯერამდე ეგეც სარწმუნო არ ვიცით, მაგრამ მაგ სტატისტიკას რო წარმოადგენ და მოქალაქეობა რამდენზე გაეცი, მაგას რო არასახელებ და მუდმივი ბინადრობის მოწყობა რამდენზე გაცემული, მაგას რო არასახელებ, ძალიან დიდი ეჭვის საფუძველს იწვევს გასაგებია და მანდიდან გამომდინარე სურათი არის შემდეგი, ქართველები გაედინებიან, ამ ქართველების ჩასანაცვლებლად მუშახელად იქ თავისი მაგალითად სამშენებლო ბიზნესი იქნება, ვიღაცაზე ხო უნდა იდგეს სამშენებლო ბიზნესის გაყიდვები, ხო? ამ პროცესების წასახალისებლად უბრალოდ კარია, ღია და შემოედინება რაღაც განუზომლად უზარმაზარი ნაკადი უცხოელების. ეს არის ერთი დემოგრაფიული კდომის საფრთხე და მეორე ამ საფრთხეს ერთვის აი ხა პროცესები, სადაც ჩვენ ღარიბ და მცირე შიდა რესურსების მქონე ქვეყანაში, სადაც ძალიან მცირეა მათ შორის რესურსები იმისა, რომ შიდა ეკონომიკური შესაძლებლობებით იკვებოს პოლიტიკური და მედია საშუალებებმა იკვებებოდნენ და აქედან გამომდინარე რაღაცა რეზონანსულ ეფექტს დებდნენ საზოგადოებაში პოლიტიკური დღის წესრიგის, ამ ფონზე მაგალითად საუბარი მიდის 6 მილიარდიან უპრეცედენტო ჩვენთვის არნახული მასშტაბის არაბულ ინვესტიციაზე, ანუ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უნდა შემოვიდა იქიდან საიდანაც იდეოლოგიური კუთხით ფინანსდებოდა წლების განმავლობაში ამ ქვეყნებში მოქმედი სხვადასხვა სერიოზული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ჯგუფების მიერ ის იდეოლოგიური დღის წესრიგი, რომელმაც აი მაგალითად სირიაში მოიპოვა, ეხლა გამარჯვება, ხო? ეხლა ამ ქვეყნებიდან ჩვენთან უნდა მოხდეს იმ მასშტაბის ინვესტიციის ჩადება, რომელიც მაგალითად ივანიშვილის თელიქონების სტოლია. ანუ ივანიშვილის ქონება იმ ხელა მასშტაბია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლა და ქვეყნის დასაკუთრება, საკუთრების შეპესად გადაქცევა მოახერხა ივანიშვილმა, ხო? ამ მასშტაბის
ქონება რომ შემოვა, ხო გვესმის რომ გარდა იმისა რომ ეს დემოგრაფიული ფონის ცვლილების წამახალისებელი იქნება, იმიტომ რომ რაღაცა უზარმაზარ მიწებს ყიდით მათზე, მათ უნდა აშენონ უზარმაზარი ღირებულების ქონება, რომელიც ცხადია რომ ქართველების გაყიდვით ამოგებადი არ იქნება, ან პირდაპირ გათვლა იმაზე, რომ ამას რო ავაშენებთ, ქართველებში უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს ამდენი ფული, რომ ეს ქართველებზე გავყიდოთ, ამითი მოგება ვნახოთ, ეს უნდა გაიყიდოს ვიღაც ისეთ პოტენციურად ჯგუფებზე, რომლებიც უკვე გარკვეულია ვიზზე მათთვის, სხვანაირად ამ მასშტაბის ინვესტიციას ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში და ღარიბ ქვეყანაში არავინ ჩადებს, ალბათ აი ვიღაც თურქებზე, არაბებზე. ხო, ისიც უნდა ესმოდეს ალბათ პირობითად აი ოცნების ამორჩეულს, რომ მხოლოდ კორპუსების შენება მაგალითად არ არის საინტერესო ინვესტორისთვის თუ სხვა რაღაც გარანტიები ან თუნდაც ინტერესები არ გააჩნია, ხო, ქვეყანაში, ანუ MR ჯგუფი აქ მხოლოდ რაღაც 2-3 კორპუსის ასაშენებლად არ შემოვა და არ ჩადებს ამაში 6 მილიარდს. თუმცა ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს ამ კომპანიას. ხო, თან 2-3 კორპუსი ხო არ არის, აქ არის საუბარი 6 მილიარდის მოცულობის და ან ქალაქების ზომის ტერიტორიებს ყიდიან ახლა მათზე. ქალაქები უნდა აშენდეს, რომლებიც ქართველებით ვერ შეივსება, ქართველებით რაც გვაქვს ის ვერ ივსება. ქართველები მიდიან ამ ქვეყნიდან და არც მაგდენი ფული არ არის აქ. ანუ აქედანვე გათვლილია რომ არ ვიცი, ხვება თურქებმა, არაბებმა, ხვებმა უნდა იყიდონ ეს ქონება. ერთი ეგ არის დემოგრაფიული საფრთხე და მეორე რამხელა იდეოლოგიური და პოლიტიკური ძალა მიეცემა 6 მილიარდის ჯგუფებს, რომლებიც ამ ფულს გაუშვებენ მედიებში, გაუშვებენ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომლებიც იმ აზრის ტირაჟირებას დაიწყებენ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება, არის მაგალითად ფაშისტი, ეს არის ქვეყნის აღშენებლობისთვის აუცილებელი ფული, ამას ჩვენ თუ გვინა კეთილდღეობა, აბა ინვესტიციების გარეშე რა გამოვა, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება გააკეთებს ამას, პარალელურად გააკეთებენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც ეს არაბები იქირავენ, ხო? და მათ შორის გააძლიერებენ იმ რადიკალური შეხედულებების თავის იდეოლოგიურ თანამოაზრებს, რომლებიც ამ ქვეყანაში უკვე არიან ან შემოვლენ ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის სახით. ამ სურათის წინაშე ვდგებით და მაგ შემთხვევაში, მაგ ვერსიაში, ახლა თუ ვიღაცა გულდამშვიდებით შეიძლება უყურებდეს მომავალს იქიდან გამომდინარე, რომ აი რაღაცა რომელი მეზობელმა რის საფუძველზე შეიძლება შემოგვიტიოს, ამას ხო ჭირდება რაღაცა საბაბი, რაღაცა საფუძველი, რაღაცა თეორიული კონფლიქტის პროვოცირება მაინც იმისთვის, რომ აი ამ კონფლიქტზე ხო შეიძლება ვიღაცამ შეუტიოს აი უბრალოდ აი რაღაცა ყოველგვარი გამართლების გარეშე და გამართლების რაღაცა ის ლეგენდის ფორმირების გარეშე, თუმცა მასეთი ვერსიაც თავისუფლად არის შესაძლებელი. ყოველგვარი გამართლების გარეშე შეიძლება თუ мотивация იქნება და ნუ პოსტფაქტუმ მერე მოძიება რაღაც გამართლების, მაგრამ კომპონენტი დემოგრაფიული, იდეოლოგიური განსხვავებული ჯგუფების არსებობის ჩანს, რითი შეიძლება შეიქმნას. ჩვენი ხელისუფლება ატარებს კაფიოდ ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას და დაანონსებული აქვს, რომ არაბეთიდან 6 მილიარდიანი ინვესტიციაზე მწვანე შუქი ანთებული და დაიწყება ეს პროცესი. ვინმეს კი არ ეგონს, რომ ვინმე დაავიწყდა, გააჟღერეს და თეორიული პროექტია. არა, კაცო, ეხლა მიმდინარეობს აი ამ დღეებში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში გააქტიურდა ამ პროექტის პიარი. და მაგ შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი პირობითად აი დრამატულად გაიზარდა მაგალითად პაკისტანელების, არაბების რიცხვი თბილისში. ბევრ ისეთ სივრცეში, რომლებზეც აქამდე ქართველები მუშაობდნენ, ჩანაცვლება მოხდა. პაკისტანელები უფრო იაფად მუშაობენ. ბევრი ბიზნესი, რომელიც აქამდე ქართველებს ჰქონდათ, იყიდეს არაბებმა, იმიტომ რომ მეტი ფული აქვთ. შესაბამისად, უფრო მდიდრები ისინი არიან, დასაქმებულები ისინი არიან, აგერ ხედავთ პირდაპირ ჩვენს თვალსა და ხელშუა ჩანაცვლება ხდება, ხო, ქართველების განდევნა მიმდინარეობს, აი მაგალითად კურიერების
სეგმენტიდან, გლოვოს და ვოლტის სეგმენტიდან ქართველების პირდაპირ განდევნა მიმდინარეობს შემოყავთ. ინდოელები, პაკისტანელები ფასებს აგდებენ, ქართველი უბრალოდ მაღაზიაში ვეღარ მუშაობს, მიდის ამ სამსახური და მიდის უცხოეთში, იმიტომ რომ სხვა რაღაცას ვეღარ პოულობს, ხო? ამის ადგილს იკავებს ჩამოსული პაკისტანელი ან ინდოელი, მდიდარიც იქა, თქვათ, ჩამოსული არაბი იქნება, რაოდენობა თუ დრამატულად გაიზარდა, ან ძნელი წარმოსადგენია რაიმე კონფლიქტი ამ ფონზე, ვიღაცებს ზედმეტი აკადრეს, ვიღაცები თავხედურად იქცევიან და გაუსაძლისი ხდება ამა თუ იმ უბანში გავლა, ვიღაცებს მეტი გამბედაობა უჩნდებათ, იმიტომ რომ ფულიც მათ ხელშია, მთავრობასთან კავშირებიც მათ ხელშია, რაოდენობითაც ბევრნი არიან, შეიძლება რაღაცა უბნების ათვისება დაიწყონ ისე რომ აი ვთქვათ ახალი სამშენებლო პროექტებში და ეგ ეხლაც ხდება რომ გადახედოთ არის მთელი კორპუსები სადაც უპირატესად ჩამოსული ხალხის მიერ ხდება შესყიდვა მთელი კორპუსების და ეხლა შეიძლება ვერ ვამჩნევთ იმიტომ რომ არც ერთ მედიას არ გაუმახვილებია აქტიურად ამაზე ყურადღება ხალხ ჯერ იმ რაოდენობას არ მიუღწევია ჩამოსულთა რაოდენობა რომ აი ხალხმა უკვე ამის საფრთხე საკმარის მასშტაბში არ გვქოს და როცა გათამამდებიან და ამ გათამამების და გადავხედების საფუძველზე შეიძლება და ქალაქებს აშენებენ აგერ ხელისუფლების ანონსით ხო მოხდეს კონფლიქტი წარმოუდგენლად მიგვაჩნია რომ რომელიმე ქვეყანამ რომელიც მათთან იდეოლოგიურ კავშირშია მათი უსაფრთხოების დაცვის მოტივით მათი ქონების დაცვის მოტივით მათ შორის ფიზიკური ქმედებები განიზრახოს რაღაცის საფუძველზე ხო უნდა ახორციელებდეს მაგალითად ხარე 6 მილიონი სახელმწიფო კომპანია ფაქტიურად ეს ემა რაღაცის საფუძველზე ხო უნდა ახორციელებდეს ამ ხელა ამ მასშტაბის ინვესტიციას რაღაცაზე ხო რაღაცის იმედად ხო უნდა იყოს ამიტომ რისი გაკვეთილიც უნდა მივიღოთ სირიაში მოხდა შიდა ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტიც მათ შორის რელიგიური სხვაობების მქონე ჯგუფებს შორის როგორც ერთი მხარე თვლიდა არათანასწორად იყო გადანაწილებული პოლიტიკური მართვის ბერკეტები და იმ უკმაყოფილო ჯგუფებმა მათ შორის ჩამოსულმაც ეხლა ამ შემადგენლობაში იმ ტერორისტების რომ ხეცობენ ძალიან ბევრი ჩასულია სოფლის სხვადასხვა კუთხეებიდან გადაინაცვლეს სირიაში იქაური თავისი იდეოლოგიური თანამოძმეების ინტერესების დასაცავად შეიძლება მაქსურათის წინაშე აღმოჩნდეთ და ამიტომ ამაზე აუცილებელია საუბარი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა და ლიბერალური საინვესტიციო პოლიტიკა სადაც გარედან ვიზიდავთ ინვესტიციებს იმ ფორმულირებით და იმ მიდგომით რომ ინვესტიცია აპრიორი კარგია რადგან ფული შემოდის ოღონდ არ განვიხილავთ ამ ინვესტიციის უკან ვინ დგას და რა საფრთხების მატარებელი შეიძლება იყოს იდეოლოგიური კუთხით პოლიტიკური ინტერესები რა შეიძლება ქონდეს ვისი მოკავშირე შეიძლება იყოს ჩვენს რეგიონში და მანდედან გამომდინარე რამდენად მომაკვდინებელი საფრთხის წინ შეიძლება დავდგეთ ამის განხილვის გარეშე ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის მით უმეტეს ქვეყნისთვის რომელსაც მოკავშირე არ გააჩნია რეალური შეიძლება იყოს სრულიად მომაკვდინებელი საფრთხის მატარებელი